მოვიდნენ დილას რამდენიმე ადამიანი მოვიდა ერთი რამე ფაქტია რომ საერთოდ რამე რო ქონოდათ ჩემ წინააღმდეგ ეხლა მე არ ვიდგებოდი არც შემთხვევაში დამოკავებდნენ როგორც ხედავთ არა ვარ დაკავებული შემოვიდნენ დილას სადღაც რა ვიცი ალბათ 11 საათი იყო მეძინა არც გაღვიძებულიც არ ვიყავი წესიერად სახლში ყავს 91 წლის დედა რომელიც სასტიკად გაანერვიულეს შესაბამისად ფორმა მათი ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი ეს შემოსვლის ამოიღეს ლეპტოპები ამოიღეს დისკები და ძალიან სასაცილო ის დისკები არის 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული 90-იანი წლების რაღაცეები რაც დეეჩემს ქონდა ჩვეულებრივად ადრე რო ხა ეს კასეტებს ვეძახდით აი იმაზე და მე არის ეს გაციფრულებული და ეს დისკები არის წაღებული არის ლეპტოპები ხო ნუ იქ შეიძლება რაღაცა ის საფეხბურთო ამბები არის ხვდები იმ დისკებზე ანუ მთელი ჩემი ცხოვრება ტელევიზიაში ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს ემსახურები და მთელი ჩემი ცხოვრება ისა რა ქვია საფეხბურთო კომენტატორი ვარ რა და შესაბამისად ესენი არის წაღებული ჩემი ტელეფონი აქვს ასევე ამოღებული იყო იქ რაღაცეები და უშუალოდ ჩემი შვილის მესამართით რომ ტელეფონს აგართმევ და ასე შემდეგ მოკლედ დამაწიოკეს მაინც ყველა შემთხვევაში ყოველ დღე ვიდგები აქციებზე ყოველ დღე მივალ ყოველ დღე გავაპროტესტებ და სრულიად გასაგები არის რა უშლის ნერვებს ხო არ ვიცი რას ეძებენ ამოიღეს ტელეფონები ლეპტოპები და კომპიუტერი შესაბამისად მეტი არ ვიცი ჯერობით არაფერი ჩვეულებრივად იმას რომ სულ აქციებზე ვარ და ამათი დედის ტყუას რო უნდა გავაჩინო მაგას უკავშირებ პიროვნებაზე ვისთანაც ჩავატარებ. პირდაპირ ასევე მეტადად მოსული ინფორმაცია ეთხოვა იმისამაც, საიდანაც ალბიქანს გამოიყენება, რომელიც ნოიფანს და ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. ბრალდებაზე არის საუბარი, ეს საგამოძიებო ფენა რომელიც ჩავატარებ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ანუ ეს პრობლემი რაში? კომპიუტერული ტექნიკა. სანდროს ცნობების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოებთან დაკავშირებით. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით მერე ინფორმაცია საზოგადოებას ვაჩნევთ. ეს მიუთითებს რომ მე უკვე გავაკეთე მაგაზე რომ მიუთითებდა დაზარალებული და აქ ნაზავი. რას მიუთითებდა? პიროვნებას რომელიც პირადად ჩატარდა. კი, მაგრამ ამ პიროვნებამ რა დააშავაო ეს ამას რა თქმა უნდა. ანუ ფოტოგრაფია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების მოყოლასთან დაკავშირებით და დაზარალებული. კომპიუტერული ტექნიკა მოიწევს.